ჩვენ ამაზე გვისაუბრია ბავშვო, უბრალოდ ახლა რაღაცნაირად ნახატებიც მინდა რომ გაჩვენოთ. ეს იყო ერთი კეთილი კაცი, რომელსაც ერქვა იოანე. ამას ბოსტანი ჰქონდა. აბა რომელი ხართ იოანე? არის იოანე. შენ ახარ იოანე? აი ჩვენ მეგობარ იოანეს ქუთაისში ჰქონდა ბოსტანი. შენ ხო იქიდან ხარ? არა? ქუთაისიდან ხარ და ეს კიტრიც ხო იქიდან არის? ხო გახსოვს? შენ რო ჩამოიტანე. ხო დაამჩვენ ძვირფას იოანეს. ჰქონდა ქუთაისში ბოსტანი. ძალიან კეთილი კაცი იყო. ხო ეტყობა აბა შეხედ. ყვითელი მაიკაებში, ესე იგი კეთილი კაცია, ეგ მაგას ნიშნავს. ბოსტანი ჰქონდა და ყველა უყვარდა. თავის შემოსავალს ძირითადად გლახაკებს ურიგებდა. მერე გაუჩნდა ესეთი აზრი. ეხლა მე თან მაინტერესებს ეს აზრი, საიდან ჩნდება ხოლმე. ესეთი აზრი მოვიდა თავში, რომ იოანე, ეხლა შენ რო ყველაზე ფიქრობ და ზრუნავ. ანუ ეს ხო ქრისტიანულია, რომ ყველაზე ფიქრობს და ზრუნავს, ასეთი აზრი გაუჩნდა. ეხლა რომ შენ ყველაზე ფიქრობ და ზრუნავ, შენთვის რომ არაფერს არ იტოვებ. შენ რომ გაგიჭირდეს, ან ავად გახდე, ან რაღაცა სამსახური დაკარგო, სიტყვაზე ეს ბოსტანიც გახმეს, აღარაფერი გქონდეს. მერე შენ რა გეშველებაო, რომ არაფერს არ იტოვებ შენთვის. არა და აქვე მინდა ჩაურთო და ვთქვა, რომ ერთ-ერთი დიდი წმინდა მამა იოანე სინელი ასეთ რამეს ამბობს. ვინცომ სიყვარული მოიპოვაო, მან ფული განაბნიაო. და ვინც ამბობს, რომ ორივე მაქვსო, ის თავის თავს ატყუებს. ანუ წარმოიდგინე შენ რომ ფული გქონდეს და ვიღაცას უჭირდეს და შენ რო თქვა, მე ის მიყვარს. ტყუილი არ იქნება? თუ გიყვარს, მაშინ დაეხმარებოდ. იოანეს მოვიდა ასეთი აზრი და გადაწყვიტა, რომ მოდი ამ გლახაკებს ცოტა ხანი აღარაფერთ აღარ დავეხმარები და ჩემთვის მოვაგროვებო. იმიტომ რომ მართლა რო ავად გავხდეო, დაფიქრდა, მართლა რო ავად გავხდე. რა მეშველებაო, აბა მერე მე ვინ მიშველის. დაიწყო ამის მოგროვება. აი, დაიწყო ამის მოგროვება. მაგრამ ნახე, ეხლა ერთ რამეს დააკვირდით. იოანე სად უფრო გახარებულია? სხვებს რომ ეხმარება, იქ არის გახარებული. სადაც მოგროვება დაიწყო, იქ აღარ არის გახარებული. იმიტომ რომ ის სხვაზე არ ფიქრობს და მადლი და სიხარული სხვაზე ფიქრს მოაქვს. ის კი არა მე ვიყო კარგად, არამედ სხვაზე ფიქრს და იოანემ დაიწყო ფულის მოგროვება. ცოტა ხანში ეს ჩვენი იოანე ავად გახდა. ნახე, ფეხი დაუავად და დაუჭირქდა. ექიმებიც მოდიან, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ იოანეს არაფერი არ შველის. ცოტა ხანში იოანეს გამოეცხადა ღვთის ანგელოზი და ეკითხება, იოანე, აბა შენ რომ ფული მოაგროვე, რამე გარგო ამ ფულმა? იოანეს სულ შემოეხარჯა ექიმებთან ის ფული. ხო და, აბა რამე გარგო ამ ფულმა? და იოანე სინანულში ჩავარდა. რას მიხვდა იოანე? რას? ო, ნეტავი დავხმარებოდი და ჩემი იმედები ღმერთზე ყოფილიყო და არა აი ამ ფულზე, გესმით? ღმერთზე უნდა იყოს დამყარებული ჩვენი იმედი. ეს დროებითია, ეს წარმავალია. მაგრამ ღმერთი მარადიულია და ის არასოდეს იმედს არ გაგიმტყუნებს. რამდენადაც შენ მას მიენდობი, ნახავ, რომ ის აუცილებლად გაგიმართლებს იმედებს. და იოანე სინანულში ჩავარდა, მიხვდა თავის შეცდომას. და ღმერთიც კიდევ რისი ღმერთია, თუ ესეთ მონანულ ადამიანს არ შეიბრალებს, არა? აი ამ სინანულის გამო იოანეს მაშინვე მოურჩა ეს ფეხი, თქვა, რომ მე შევწოდეო, მაპატიე უფალო, მე დავაშავე, რომ ასეთ ფიქრებს ავყევიო. და იოანეს მაშინვე მოურჩა ფეხი. და ის ისევ ისეთი კეთილი და მოწყალე იყო, როგორც მანამდე. აი ესე გაგრძელდა მისი ცხოვრება. და ისევ ისეთი სიხარული ჰქონდა, როგორც ჰქონდა იქამდე, სანამ იმ ბოროტ აზრს მიიღებდა. რომელი იყო ის ბოროტი აზრი?